ამერიკელი პროფესორი გეოპოლიტიკის საკითხებში ერთ-ერთი ცნობილი პროფესორია რობერტ პაპი, რომელიც ამ თემაზე საუბრობდა და მისი ანალიზის მონაკვეთს მოусმინეთ. ახლა ირანი, რადგან ის პროცესებს აკონტროლებს, უფრო ძლიერია და არა სუსტი. მას მეტი მოუნდება. ასე რომ ის მოითხოვს 3%-იან გამდიდრებულ ურანს, რასაც მედიაში პირველივე კვირას ვამბობდი. მე 20 წელია ირანის დაბომბვის მოდელირებაზე ვმუშაობ. ამერიკელები აპირებენ ფორდოსა და ნატანზის დაბომბვას, რადგან ისრაელებს ეს არ შეუძლიათ, მათ არ აქვთ საკმარისი საჰაერო ძალა ფორდოს გასანადგურებლად. ასე რომ ჩვენ გავანადგურებთ ფორდოს და როდესაც ამას ვიზამთ, ჩვენ გამოვიყვანთ მწყობრიდან ინდუსტრიულ ობიექტს, მაგრამ ვერ ჩავეგდებთ ხელში ბირთვულ მასალას. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პროგრამა განადგურებულად გამოაცხადა, მან კვლავ დაიწყო ირანთან მოლაპარაკებები. რატომ? ბირთვული მასალის გამო. ჩემი ანალიზი ყოველთვის ის იყო, რომ დაახლოებით 1 წლის შემდეგ ამ გამფანტული მასალის გამო პანიკა დაიწყებოდა. თქვენ ვერასდროს გაიგებთ ზუსტად მისგან ბირთვული არახს ამზადებენ თუ რადიოლოგიურ ბომბს. ამიტომ თქვენ რეჟიმის შეცვლაზე გადახვალთ. დაბომბვა რეჟიმის შესაცვლელად ყოველთვის მეორე ეტაპი იყო. პრეზიდენტი ტრამპი რთული დილემის წინაშე დგას. მას შეუძლია ახლავე დაიხიოს უკან, დადოს შეთანხმება და გადაიხადოს ეს მაღალი ფასი. ანუ მოახდინოს მკაცრი ზეწოლა ისრაელზე. დაემუქროს მათ ყოველგვარი დახმარების შეწყვეტით, როგორც ამას ახლა აღვწერ. ეს ძალიან მაღალი ფასია, მაგრამ შესაძლოა ასე მისი პრეზიდენტობის გადარჩენა კიდევ მოხერხდეს. ან მას შეუძლია მეორე გზით წავიდეს, სამხედრო, ბრძოლის ველის მხარეს, გადავიდეს მესამე ეტაპზე და გამოიყენოს სამხედრო ძალა ჰორმუზის სრუტის ფიზიკურად გასახსნელად. ამ თვეების განმავლობაში პოლიტიკური ზიანი სულ უფრო გაიზრდება. ფიქრობ იმ მომენტისთვის პრეზიდენტი ტრამპი არა ფიზიკურად, არამედ ფაქტობრივად დაკარგავს თავის პრეზიდენტობას. მისი პრეზიდენტობის აღდგენა შეუძლებელი გახდება. რა ანალიზსაც აკეთებს და ეს სხვათა შორის წინასწარ აქვეყნებდა რა როგორ ჯენ ამას ზამენ მე ამას და იმ ომის შემდეგ აქვეყნებდა პირველი ომის შემდეგ და მან რა ის არის რა ქვია ლოგიკა რა არის მართლა ირანს თუ რჩება ბირთვული მასალა დაახლოებით 400 კილო 60%-ამდე გამდიდრებული 450 კილო ურანი აქვს 60%-ამდე გამდიდრებული ამისგან კიდევ უფრო გაამდიდრებენ და ბირთვულ ბომბს შექმნიან თუ ბინძურ ბომბს რო ეძახიან რაღაცა ბომბი რომელიც ამ ბირთვულ კომპონენტს შეიცავს და ვარდება და აბინძურებს ტერიტორიას შეიძლება იმხელა აფეთქება არ აქვს მაგრამ აბინძურებს ტერიტორიას ხო და რაც ასევე უზარმაზარი აქტიურად რაღაც ბირთვული იარაღია. ნუ ექსპერტები როგორც ამბობენ 60%-დან საიარაღო ურანამდე გამდიდრება საკმაოდ მარტივი პროცესია, მერე უკვე ტექნიკური. შესაბამისად, სანამ ეს რჩება, ამას თუ ვერ ართმევ, ირანის გამოწვევას ვერ აგვარებ. შესაბამისად, ამერიკას ეგ გამოწვევა რჩება, მაგის მიღწევას რო არ ცდილობდეს მაშინ რას აგვარებ? ეგ კითხვა რჩება. აი დაუშვეთ დააზიანე ირანი, კარგი. მიაწოდეს რაკეტები, მიაწოდეს დრონები. გაამდიდრა და დარჩენილი ურანი ხელშეუხებელი გახდა. ანუ რა მოაგვარე? ამიტომ ეგ გამოწვევა, გადაუჭრელი გამოწვევა და მეორე, აი ახლა ბოლოს რაც დაამატა, ახლა კიდე ახალი გამოწვევა დაემატა. ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა ამ პირობებში და ნუ რავი, აი შენ ჩერდები, მე არ ხუსტ. აი ნახე რაში არის მე უნდა გამაჩნია მნიშვნელოვანი უკვე ეგეც დაემატა მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ყველაფრის არის რაში ჩვენ მაგალითად რო ამ ყველაფერს განვიხილავთ ხოლმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უკაცრავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ყველაფრის ანალიზის პრობლემა რაში მდგომარეობს არის შემდეგში აი რო დაიწყო ეს ომი და პირველი 4 დღე რო გაირკვა რომ იქ რეჟიმი არ დაემხო აი მაგ მომენტიდან თითოეული ჩვენგანი უკვე იმ აზრზე ვიყავით რომ ნუ ეს თუ რაღაცა ხანგრძლივად იწელება იმ ლოგიკაში რომელშიც ამერიკელები ეხლა ოპერირებენ თვითონ ზიანდებია ანუ ეს ირანის პრობლემა არ გადაიჭრება ჩვენთვის ხალხისთვის რომელსაც არც რაღაცა სადაზვერო ინფორმაცია გვაქვს არც რამე ისეთ იმას ფლობთ, ხო, აი საჯარო ღია წყაროებზე რო ვაკუთებით, ჩვენთვისაც ნათელი იყო, ხო? ხო არ შეიძლება რომ ხა ვიღაცა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის რაღაცა გასაგები იყოს და სამხედრო უმაღლესი ხედართავრისთვის არ იყოს გასაგები, ხო? ოღონდ უყურებთ, რომ ისეთი ნაბიჯები იდგმება კიდევ და კიდევ და კიდევ, რომ
ძიმდება უფრო მეტად სიტუაცია და აი ამ ექსპერტის აზრით იგივე არის. და ნომერ პირველი კითხვა იყო, რომ ბიჭო, აი რატო რამე კომპონენტს ხო არ ვაკლებთ? ეგება რაღაცა ისეთი ხდება, რასაც ჩვენ ვერ პროგნოზირებთ. აბა რამ გააგიჟა ამერიკის პრეზიდენტი, რატო მიყვება ესე სიღრმეში ესკალაციას და ერთ-ერთი შესაძლო პასუხი მე მგონი აი აქაც გაჟღერდა, შეიძლება გამოიყურებოდეს ეგრე, რომ შესაძლებელია უკვე რა სიღრმეშიც შეტოპეს. ეგ იმხელა ზიანს გულისხმობდეს თავის თავში, რომ აქედან რაღაცა კრიტიკული პოლიტიკური ზიანის გარეშე გამოსვლა უკვე ტრამპისთვის შეუძლებელია და ერთადერთი პოზიტიური ვარიანტი, რომ აი კიდე გავზარდო ფსონი, რომ რაღაც მომენტში ეგება გადატყდეს და დაბალი ალბათობა კი არის აი რაღაცა ტოტალური გამარჯვების, მაგრამ ეგება გადავამტვრიო და ჩემთვის სასარგებლო გამოსავალი მოიძებნოს აქიდან. აი ეგ ესკალაციის სპირალი, როცა აი გეტყვით რას გავს და დავასრულებ და მე თქვენი აზრით მაინტერესებს. აი წარმოიდგინეთ ადამიანი თამაშობს რაღაცა კაზინოში. ადამიანი რომელიც მაგ პროცესში არის შიგნით ფსონის გაზდა იმ იმედით, რომ აი ეხლა გამიმართლებს და გამარჯვებული გამოვალ ამ ყველაფრიდან, ეგ შიდა ლოგიკა შეიძლება მუშაობდეს, რომელიც გვერდიდან საერთოდ უაზრობად ჩანს. კითხვას დაგისვა, აი რა მაინტერესებს. ნახე, მან არის ერთი ასეთი პრობლემა. საერთოდ რას აპირებდა ამერიკა, რატო შევიდა, ხო არის კითხვა. და რა წარმოდგენა არსებობდა დასაწყისში, ბჭო. ნახე, ირანს პირველ დღესვე მოუკლეს პირველივე დარტყმით უმაღლესი ლიდერი, რომელიც 40 წელია ლიდერი იყო, ხო? და მასთან ერთად გაუნადგურეს სამხედრო პოლიტიკური შემადგენლობის დიდი ნაწილი. ამას მიაყოლეს შემდეგი დღეების განმავლობაში კიდე უფრო დიდი ნაწილი სამხედრო პოლიტიკური შემადგენლობის და სამხედრო ბაზების, მარაგების უზარმაზარი ზიანი მიაყენეს. მე არ ვიცი ბევრი ქვეყანა დედამიწაზე დღეს, რომელიც აი მაგხელა უპირატესობის დარტყმებს და მაგდენად ძიმე დარტყმებს გაუძლებდა ამ პირველივე დღეს მასეთ დარტყმას რომ მიიღებდა და არ დანებდებოდა. არა ვარ დარწმუნებული რომ ასეთი ქვეყნების რაოდენობა, არ ვიცი, აი ერთი ხელის თითებზე მეტი რაოდენობაზე მეტი იქნება. ახლა რაღაცა თალიბანი, რომელსაც მაგ რეჟიმში ცხოვრობს და ფეხებზე კიდია, კი ბატონო, მაგრამ აი მაგალითად ყველა არაბული ქვეყანა ეგრევე დანებდებოდა. აი რაც კი არაბული ქვეყნები არსებობს, ყველა დანებდებოდა. აი რუსეთისთვის რომ მიეყენებიდნენ დარტყმა, რომ პირველ დღეს მოკლეს, არ ვიცი, პრეზიდენტი დაწყებული მთელი უმაღლესი შემადგენლობა, უდიდესი ალბათობით რუსეთიც დანებდებოდა. არ ვიცი, მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ბევრია ასეთი ქვეყანა. ამიტომ გათვლა იმაზე, რომ ქონოდა მოწინააღმდეგეს, რომ აეხლა ამას რომ დავარტყავთ, პირველივე დილას უნადგურებთ უზენაეს ლიდერს. ოღონდ თან ეს რა პირობებში ხდება? ერთი თვით ადრე იყო არეულობები, რომლებზეც ბევრს ეგონა, რომ ეს არეულობებიც კი საკმარისი იქნებოდა ამ რეჟიმის შეცვლისთვის. ან ბევრი საქართველოსდან დაწყებული სხვაგან მაგ პროგნოზს აკეთებდნენ, რომ უკვე ამ არეულობებით შეიძლება თუ არა შეიცვალოს ხელმძღვანელობა ირანში და მეტიც ეს რომ არ ჩავთვალოთ, აი უბრალოდ რაღაცა სახალხო დონეზე შესაძლებელი წარმოდგენებად, ჩვენ გავიხსენოთ პირველ დღეებში რა ხდებოდა ირანზე დარტყმების კაცო, ალიევი როგორ განცხადებებს აკეთებდა, ქურთების ლიდერებზე ხდებოდა მოწოდება, მიდით ახლა შეუტიეთ ირანი რაღაც ალფეხზე დგას. სერიოზული ფიგურები, მართლა სახელმწიფოების ლიდერები და სერიოზული ანალიტიკოსები აკეთებდნენ მაგ შეფასებებს, რომ ირანში ვითარება არის ზღვარზე და რაღაც ისეთი განცხადებები შეიძლება გააკეთოს მაგალითად ანუ ფონი როგორ იყო იცი? ქართველი პროდასავლელები აქ რაღაცა განდაგანას ცეკვავდნენ ირანის აზერბაიჯანის პრეზიდენტი აკეთებდა მინიშნებებს, რომ შეიძლება რაღაცა ხო არ მანჭკუით იყავით, თორე შეიძლება ჯარები დავძრა, ხო? ამიტომ ეგ წარმოდგენა მთლად ჰაერზე კი არ იყო, კაცო, და რაღაცა გეთანხმები? ეხლა ნახე შენ რასაც სტარტის მომენტში სრულიად შესაძლებელი იყო
და დაუშვათ ვერ გათვალეს. ეხლა რა პრობლემაა შენ რასაც კითხულობ, რომ კარგი ვერ გათვალეს და ფსონი იყო იმაზე, ის იყო ძალიან რეალისტური ვერსია. ის იყო ვერსია, რომელიც იმუშავებდა ქვეყნების 99%-ზე. მაგრამ არ იმუშავა ირანზე, სისტემა ბევრად მდგრადი აღმოჩნდა. ეხლა შემდეგ რატო არ ჩერდებიან, ხო? მან სერიოზული კითხვა ჩდება, როგორ უნდა გაჩერდე? იმიტომ რომ გამოდიხარ შენ, ოღონ ეხლა ახალი ლიდერი არის ვიღაცა, ვისაც ოჯახი ამოუწყვიტე. მთელი სისტემა რადიკალურად არის განწყობილი. თელმა სისტემამ იგრძნო ძალა, რომ ჰორმუზის დაკეტვა შეუძლია და ეხლა მომენტი, რასაც ვითხოვთ, თორე არასად გაჩერებას არ ვაპირებ და როგორ ჩერდები ისე, რომ იმას არ უკმაყოფილებ, მაგ მოთხოვნებს და წაგე კაპიტულაციას არ აცხადებ, ეგ ცოტა გაუგებარი ჩერდება. მან დაი კონტრკითხვა მაქვს მაშინ, ნახე, მან ძალიან მნიშვნელოვანია აი დროის მომენტი, ტაიმინგი და მოდი გავყვეთ, აი პირველი 4 დღე, როცა უყურებდნენ, რომ აი მე მგონი ჩამოიშლება, არ ჩამოიშლება, აი ეგ რეჟიმი არის, გაირკვა რომ სისტემა გადარჩა და მერე არის კიდე დაახლოებით 4 დღე, როდესაც ჰორმუზი ბოლომდე გადაკეტილი არ არის, ირანის რეაგირება დაახლოებით როგორი არის, რაღაცებს ბომბავს რა. და ნუ იქ ჰორმუზის რაღაცა ტანკერს მოარტყეს, მაგრამ ჯერ აი ესე გაფორმებული რომ საზღვაო ბლოკადა შედგა არ არის. მაგ მომენტში მაგალითად პრეზიდენტი ტრამპი რომ გამოსულიყო და ეთქვა რომ ჩვენი ამოცანები გადავჭერით, რაღა აზრი აქვს ამათ ცხოვრებას, ესენი ამათმა გააჩერეს დარტყმები, გამოვიდნენ და ირანი დარჩა, ნუ, განადგურებული უმაღლესი ლიდერით, დაბომბილი ინფრასტრუქტურით და იქ რაღაცა აი პირველივე დღეებში ირანი აგზელებს დაბომბვას. გავიგე, მაგრამ იყო რაღაცა მომენტი იყოს, როცა ჯერ ეს სრული ბლოკადა გაფორმებული არ იყო. პირველივე საათებიდან ირანმა დაიწყო სარაკეტო დარტყმების სარაკეტო დარტყმები კი, მაგრამ ჰორმუზის და რა ჩაკეტავდა მეორე დღეს. ერთი წამი მან ნახე როგორი რაღაცა მეორე დღეს ჩაკეტოვანი რა. შენ უნდა შეაფასო მომენტი, გარდატეხის მომენტი, როცა გაცნობიერება დაიწყო, რომ ეს სისტემამ გაუძლო. არის რა მომენტი, როცა უკვე აი მაგალითად აზერბაიჯანის მსგავსი ქვეყნები აღარ აკეთებენ აგრესიულ განცხადებას. მაშინ დაიწყო მაგის გაცნობიერება ჯამში, რომ ეს არ გადატყდა, თორემ მანამდე სანამ ვიღაც ეხლა ქურთებს მიმართავთ, ეხლა შეიძლება აზერები დაიძრან, მაგ მომენტამდე ჯერ იყო სხვა წარმოდგენები. ამიტომ როცა უკვე ეს გარდატეხა მოხდა, დაირკვა რომ არ გადატყდა. გავიგე, ჰორმუზი გადაიკეტა. ეგ როგორი ლოგიკა იცი, აი მე რომ მოვიყვანე რაღაცა კაზინოს მოთამაშის მომენტი, ხო? მანდაც ზუსტად ეგეთი მომენტია, რომ აი ტიპა რაღაცა წააგო და ნუ ლოგიკურად მიდის, რომ ეხა ერთხელ რო დავდე, მეორეჯერ ხო ალბათობა უფრო მეტია, რომ გამიმართლოს და რაღაც ეგ ცდუნება, რომ ცოტაც მივაწვეთ და ყველაფერი ეხა გადატყდება, ეგ არის სულ. ამიტომ აი ეს ესკალაციის სპირალი, რა თქმა უნდა, ეხლაც ამ მომენტშიც კი დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპთან მიდიან ვიღაცა სამხედროები და ეუბნებიან, რომ აი ცოტაც ეხა აი აქ თუ გადავსვავთ დესანტს, მერე მაგას ვეღარ გაუძლებენ, აი ხარსის კუნძული რო აუწიოთ ჰაერში, ჩათ რაღა აზრი აქვს მაგათ იმას დაგვინებდებიან, ანუ ეგეთი ოპტიმისტური განცხადებების გენერირებას, რა თქმა უნდა, სულ ვიღაცა ახდენს, მაგრამ კითხვა რა შეეცი? აი ეს ესკალაციის სპირალი. მოდი, კაი, მაშინ აი ჩავთვალოთ, რომ ეგ მომენტი შეუძლებელი იყო, დრო გაუშვეს, ირანმა უფრო მეტად დაძაბა, აი ამ მომენტში მოვედით. ხა ეხლა სადაც ვარ. მან ხარი კითხვა. თუ პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა ბრძანება სადესანტო ოპერაციის დაწყებას. გადასხეს სადღაც რამდენიმე 1000 ამერიკელი საზღვაო ქვეთი და ირანმა დაიწყო მაგათი დაბომბვა ოპტიკურ ბოჭკოვანი FPV დრონებით, რომელიც აქვთ. და ამერიკელ სამხედროებზე დაიდო ისეთი ვიდეო კადრები, როგორცაც ჩვენ უკრაინაში ხედავთ ხოლმე, როგორც უკრაინელი ისე რუსი სამხედროების კადრები რო არის, ტიპი რო რაღაცა მინდორში გარბის და ეს რა კვადროკოპტერი რომ მისდევს უკან და შეშინებული სახე ბოლო მომენტში სანამ RPG-7-ის გასროლა თავში დაეცემა და ააფეთქებს ამას. აი ეგეთი კადრების წამოსულა თუ დაიწყო ამ კუნძულებიდან,
ამერიკელი სამხედროების ეგეთი რაღაცა ხა ამერიკულ მოსახლეობას ამერიკულ ჯარზე ჯერ არასდროს არ უნახია. ეგ ხო არის თვისობრივად ბევრად უფრო დიდი ზიანი ვიდრე ეხლა. მე მაგიტო არა ვარ თლა დარწმუნებული რომ სადესანტო ოპერაციას მართლა ანუ გეგმავენ თუ არა არ ვიცი. შეიძლება სადესანტო ოპერაციაზე საუბარი და იქ ძალების კონცენტრაცია შეიძლება იყოს ზეწოლის ერთ-ერთი რაღაც ეტაპი. ოღონდ ცოტა ისეთი ზეწოლა ეხა შენ თუ არ შეგიძლია მაგის გაკეთება და არ გინდა მაგის გაკეთება, იმიტომ რომ სავარაუდოდ FPV დრონი მოხდება იმ ჯარისკაც თავში. ეგ მეორე მხარე მოაწყობს. ეგ მეორე მხარე მოაწყობს. ირანი პირიქით იწევს, რომ აი მოდით ამდენი ხანია გელოდი. ახლოს მოდი კაცო ისეთ მანძილზე რომ გესროლო და მე ცოტა რას ფიქრობ, იცით? საერთოდ აი ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია და დარწმუნებული ვარ აი ძალიან ბევრ ადამიანს ვინც ასეთ საკითხებით დაინტერესებულია უკვირს ხოლმე რომ აი ეს ანალიტიკური ცენტრები ეს სპეცსამსახურები ეს პოლიტიკოსები აბა სხვა რას აკეთებენ რომ ასეთი რაღაცეები გათვალონ გინდ მოსკოვში გინდ ჩინეთში გინდ ვაშინგტონში და ასე შემდეგ ანუ რაღაცას რო იწყებ ამას სავარაუდოდ რამ მოყვება ამის დათვლას თითქოს და რა უნდა, ხო? მაგრამ როგორი რაღაცა, იცით, ისტორია თავის ხრივ ჩვენ გვაძლევს და გვასწავლის უამრავ ისეთ მაგალითს, აი დედამიწის ნებისმიერ წერტილიდან, ნებისმიერ ქვეყნის რაღაცა მაგალითი საპირისპიროს გვეუბნება და გვიმტკიცებს. აი ჰიტლერმა რანაირად იფიქრა, რომ საბჭოთა კავშირში შეიჭრებოდა რაღაცა შეზღუდული რაოდენობის ჯარით და ბლიცკრიგი დაამარცხებდა საბჭოთა კავშირს. ერთ წელიწადში. წელიწად და თვეებში, კაცო, ბლიცკრიგი იყო, თვეებზე გათვლილი ახალ წლამდე საბჭოთა კავშირი მოსკოვი უნდა აღებული იყო. ეს იყო ვერმახტის გეგმა. დამთავრდა ბერლინის აღებით. ანუ თუმცა შეიძლებოდა ისეც მომხდარიყო სხვა მართველობა რო ყოფილიყო შეიძლება კი ბატონო ის გეგმა განხორციელებოდა ხო ის მართველი იყო ხო ვინც ბერლინი აიღო ბოლოს ხო არ იყო სხვა მართველი შესაბამისად ძალიან ბევრი იგივე ხა რუსეთის მაგალითი რო ავიღოთ აგერ იმ SVO-ში რასაც ეძახიან მარშით შევიდნენ იმაში უკრაინაში მოლოდინით რომ უკრაინელები რუსების მხარეს გადავიდოდნენ სულელური წარმოდგენა ჰქონდათ, მაგრამ ვიღაცა გენერლებმა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა რა ეგეთი დასკვნა დადეს. თუმცა ეგეთ შეიძლება და ეგეთ შეიძლება მოხდარიყო, მაგრამ ნუ ნაკლებად მაგაზე არ უნდა გააკეთო გათვლა. ანუ ხალხი შტერობებს პერიოდულად აკეთებს და მათ შორის შტერობებს აკეთებენ არა მხოლოდ ვიღაცა უბივაწელები, არამედ დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეებით მიდრეკილი არის შტერობის გაკეთება. უყურე, ნუ თან ახლა საერთოდ ბიუროკრატია, შიდა მმართველობის ვერტიკალი როგორც არის მოწყობილი ხოლმე, ნუ ახლა ტრამპს მაგალითად დარწმუნებული ვარ, აწვდიან ისეთ ინფორმაციას, რაც რისი მოსმენაც მას უნდა. დარწმუნებული, ეგეც არსებობს. ხო ახლა ვიღაცა ქვეშედგომი ყოველთვის გეუბნება კარგ რაღაცას. და შენ თუ არ ახარ სტალინი არ ახარ ისეთი მმართველი, რომელიც მათ შორის ვინც გეუბნება იმის კომპეტენციაში ზერკვევი და ცოტა ისეთი თვისებებით გამოერჩევი, რომ რაღაც ცოტა ისეთი ხარ, რაღაც როცა გაქებენ გიყვარს და ტრამპს აქვს ერთხელ ნათქვა, ერთხელ კი არა, რამოდენიმე დღის წინ თქვა, რომ მეო ისეთ შეკრებებზე და ისეთ ხალხთან ურთიერთობა არ მიყვარს, რომლებიც წარმატებულები არიან. ანუ წარმატებულ ხალხთან ურთიერთობა არ მიყვარს. იმიტომ რომ ის წარმატებული ხალხი თავის მიღწევებზე მესაუბრებაო და მეო არ მიყვარსო სხვისი მიღწევების მოსმენ. მე მინდაო რომ ჩემი მიღწევები მოისმინონო. ნუ ხა ეგეთი ტიპაში. ამიტომ ლუზერებთან მიყვარს. ხო, ლუზერებთან მიყვარსო ურთიერთობა. ეგ თქვა და ცხადი ახლა ეგ რას ნიშნავს, რომ ლუზერებთან ურთიერთობა თუ უყვარს სავარაუდოდ თავის ადმინისტრაციასაც მაგ მიდგომით აყალიბებს, ხო? მაგ პრინციპით შეგვიძლია.